მეგობრებო, კეთილიყოს თქვენმა ბრძანებად ჩემს არხზე. მე ნინა ვარ და დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ ოქტომბრის ფავორიტების შესახებ. იმაზეც ვფიქრობ, როგორ გავაკეთო ფავორიტების ამბავი წელს. არ მინდა თავიდან ისევ ყველა პროდუქტის შესახებ გესაუბროთ, რაზეც წლის განმავლობაში სხვადასხვა ფავორიტების ვიდეოებში უკვე გესაუბრეთ. ვფიქრობ, რომ საუკეთესო სამეული ხომ არ გავაკეთო ყველა კატეგორიიდან. მაგალითად, 3 საუკეთესო დემაკიაჟის საშუალება, 3 საუკეთესო დამატენიანებელი, 3 საუკეთესო SPF-ი. რაღაცა ესე რომ უფრო მეც კიდე უფრო კაცრი თვალით გადავხედო ყველა პროდუქტს. მაგაზე ვფიქრობ. სიამოვნებით გამიზიარეთ კომენტარებში თქვენ რას ფიქრობთ მაგ ამბავზე, რამდენად მოგეწონებათ რაღაცა მსგავსის ნახვა. ანუ დემაკიაჟის საშუალებიდან დაწყებული, SPF-ებით დამთავრებული, მაკიაჟზე ცალკე გესაუბრებით, სხეულის მოვლის პროდუქტებზე გესაუბრებით, თმის მოვლის პროდუქტებზე სულ რამოდენიმე კვირის წინ გესაუბრეთ, ამიტომ ესე მალე ახლა არაფერი არ მექნება მაგ კატეგორიიდან ახალი. დაახლოებით ეგრე წარმომიდგენია დეკემბრის თვეში მაგ ვიდეოების ამბავი. ოკეი, სანამ აქამდე მივალთ, მოდით დღევანდელი ფავორიტების ვიდეოს მივყვეთ და დავიწყოთ დემაკიაჟის საშუალებით. ეს არის პროდუქტი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს წლის ბოლოსაც ფავორიტების კატეგორიაში სამეულში მოხვედრას. ეს არის Hair Bloom-ის დემაკიაჟის გამწმენდი Z კაფი. ეს არის ჩემი მეორე შეფუთვა. ეხლა აღარ გამოვიტანე მართალი რო გითხრათ სააბაზანოდან, მაგრამ აი დაახლოებით იმდენია შიგნით დარჩენილი, რომ დღევანდელ მაკიაჟს ჩამოვიბან. შეფუთვას დავიჭერ აქ ვიდეოში, ხელში თუ ერთს დიდ სხვაობა არ არის, მე მგონი სიტყვაზე შეგიძლიათ მენდოთ, რომ ძალიან ვისიამოვნე ამ პროდუქტით ბოლო თვეების განმავლობაში. ანუ სხვა დემაკიაჟის საშუალება K-Secret-ის Z-ის მერე აღარც მქონი. გეტყვით, რომ ცოტა უფრო სწრაფად დავცალე, ვიდრე შეიძლება, რომ ჩვეულებრივი დემაკიაჟის, ანუ მხოლოდ Z-ი, რასაც წერია და არა კაფ Z-ი, ანუ ისეთი Z-ი, რაც მშრალ კანზე უნდა დაიმასაჟო და შემდეგ წყალთან კონტაქტის შემდეგ უნდა ჩამოიბანო. ეს არის პროდუქტი, რომელიც ხელებს ისველებ, აკაფებ და თავიდანვე წყალთან კონტაქტით უნდა დაიტანო სახეზე, ასე ვთქვათ. ეს იყო იდეალური პროდუქტი საშხაბეში დაცადებით. ეს იყო იდეალური პროდუქტი ყოველდღიურად გამოსაყენებლად. წყალგამძლე SPF-ისთვის, დღიური დაბინძურებისთვის, მაკიაჟისთვის, წყალგამძლე მაკიაჟს ვერ ერევა. ანუ ვერ ერევა გამეორება გიწევს პროცესის განსაკუთრებით, როცა თვალებზე წყალგამძლე მაკიაჟს ეხება საქმე. ეს გაითვალისწინეთ. სხვა მხრივ, ყოველდღიურად არ მჭირდება ხოლმე დემაკიაჟის საშუალების გამოყენება მაინდა-მაინც. შეპოვდნა უფრო ძლიერი გამწვენი გამოვიყენო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბალმი, დემაკიაჟის ბალმი ასეთი ყოველდღიური პროდუქტი არ არის ჩემთვის. ეს იყო ყოველდღიური პროდუქტი. ეს პროდუქტი ყურეული ბრენდი არის Hair Bloom-ი, ჩვენ გვაქვს ეს ბრენდი, ეს კონკრეტული პროდუქტი ჩვენს ონლაინ შოპში. ცოტა უფრო განსხვავებული პროდუქტია, ვიდრე კლასიკური დემაკიაჟის საშუალებები. და არ ვიცოდი, არ ვიყავი დარწმუნებული, რამდენად მომეწონებოდა როგორც დემაკიაჟის პროდუქტი, იმიტომ რომ ხა ჩემს მაკიაჟზე ხვდებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღურად არ ვატარებ ამ მაკიაჟს, თუნდაც კვირაში ერთხელ ან კვირაში ორჯერ YouTube-ისთვის, Instagram-ისთვის, მაინც მჭირდება რაღაცა ისეთი, რაცაც ვიცი, რომ ვენდობი და მაკიაჟს სრულად და კარგად ჩამომაშორებს და ეს მომენტი არ უნდა მქონდეს, რომ სამჯერ უნდა დავიტანო ერთი და იგივე პროდუქტის სახეზე დემაკიაჟისთვის. ამიტომ ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული მაგ მხრივ რამდენად მომეწონებოდა, მაგრამ გარდა იმისა, რომ წყალგამძლე მაკიაჟს ვერ ერევა, სხვა მხრივ ძალიან სასიამოვნო პროდუქტი იყო. ძალიან კარგად გამოვიყენე სხეულზე მზისგან დამცავის მოსაშორებლადაც ზაფხულის სეზონზე. ძალიან კარგი რამე. თვალის ორი კრემი მაქვს. ერთი არის K-Secret-ის Soul 9088-ის ხაზიდან თვალის რეტინალი, 4%-იანი რეტინალის ლიპოსომი და პლუს ფერმენტირებული ლობიოს მარცვლის ექსტრაქტი. ესა 30 მლ-იანი შეფუთვა, რომელსაც გახსნიდან 12 თვე აქვს ვადა. ეს არის ძალიან კარგი რეტინალი, ანუ ლიპოსომური რეტინალი ნიშნავს კაფსულირებულ რეტინალს, ესაა მიწოდების სისტემა, რომელიც უფრო სტაბილურს ხდის პროდუქტს, მგრძნობიარე კანზე უფრო იოლად გამოსაყენებელს, დამწყებთათვის უფრო კარგად გამოსაყენებელს, თვალის გარშემო რა თქმა უნდა კიდევ უფრო კარგი, განსაკუთრებულად მგრძნობიარე კანი გვაქვს. ეს იყო ძალიან კარგი პროდუქტი Beauty of Joseon-ის თვალის რეტინალის შემდეგ, რო გადავსულიყავ. იმიტომ რომ ეს ოდნავ უფრო ძლიერია. Beauty of Joseon-ის თვალის რეტინალი ვიცით, რომ 2%-იანი ლიპოსომური რეტინალია, რაც იმას ნიშნავს, რომ 0.02% სუფთა რეტინალზე ჩამოვდივართ, ეს 4% ლიპოსომური კომპლექსია, რაც იმას ნიშნავს, რომ 0.04%-იან რეტინალზე ჩამოვდივართ, ანუ რეალურად ორჯერ უფრო ძლიერი გამოდის, ვიდრე Beauty of Joseon-ის რეტინალი და გრძნობ კიდეც, რომ უფრო ძლიერია, თუმცა იმდანაც იყო ჩემი თვალის გარშემო კანი მიჩვეული რეტინალს, რომ ის მომენტი არ მქონია, რომ ვაიმე კანი უნდა მივაჩვიო და ვაიმე უფრო ნაკლები სიხშირით გამოვიყენო თავიდან, რომ კანი არ გამიღიზადნეს, არაფერი მსგავსი. ეხლა მართალი რო გითხრათ, ველოდებოდი ორდინერის, ვთქვათ ველოდები ორდინერის წლიურ 23%-იან ფასდაკლებას, რომელიც 1 ნოემბერს იწყება და სახის რეტინალი, რომელსაც ვიყენებდი, ცოტა ხნის წინ დამიმთავრდა და აღარ მინდოდა ეხა შვაში რაღაცა კიდე შემეძინა. მინდა რომ ისე ორდინერის რეტინალს დავუბრუნდე, ამიტომ
მეთქიმოდი ახლა რა აზრი აქვს რომ შევიძინო და მე ფასტაკლება დაიწყოს 2 კვირაში. ამიტომ გადავედი ამის სახეზე გამოყენებაზეც. და სახეზე ცოტა შორს ძალიან კარგი ეფექტი და შედეგი მომცა იმ მხრივ, რომ ჩემს კანს ძალიან მალევე ეთყობა თუ რეტინალის გამოყენებას წვეთ. ჩემთვის ძალიან იული დასანახია ის ეფექტი, როცა რეტინალის გამოყენებას ვწვეთ. ეგ მომენტი არ მქონია, მაინც ისე მძაფრად, რომ რაიმე, ეხა ორდინერის რეტინალის შემდეგ, ეს რა თქმა უნდა, ძალიან მსუბუქია იმასთან შედარებით, ის 0.2%-ია, ეს 0.02%. რა თქმა უნდა, ის ხობა, მაგრამ ესეთი სახის ძლიერი რეტინალის გარეშე საკმაოდ კარგი საქმე გააკეთა სახეზე გამოყენებაზეც. ჩვენ მქონდა ეს პროდუქტი, ამოყიდულია სამწუხაროდ ჩვენთან, ამ წუთას არ გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ საქართველოში სხვადასხვა შოპებთან შეძლებთ ამ პროდუქტის შეძენას, ან სტაილვანას აქვს, ESTyles აქვს, ძალიან ძვირიც არ არის 30 მლ-ისთვის, თან თუ თვალზე გამოიყენებთ მხოლოდ. საკმაოდ დიდხანს გეყოფათ, მე უფრო დიდხანსაც მეყოფოდა ეს შეფუთვა, რომ სახეზე გამოყენება არ დამეწყო, იმიტომ რომ თვალის გარშემო მართლა მცირე რაოდენობაა საკმარისი. ამისი შემდეგი შეფუთვა უკვე მიდევს, რომელსაც გავხსნით და დავიწყებ გამოყენებას, ანუ შემდეგი თვალის რეტინალიც ეს იქნება. Beauty of Joseon-ის რეტინალისგან ცოტა ხანი პაუზას ვაკეთებ და ამასაც მინდა კარგი შანსი მივცე და ვაგრძელებ ისევ ამ პროდუქტის გამოყენებას. ვინც Beauty of Joseon-ის თვალის რეტინალს იყენებდით და რაღაცა სხვა გინდათ გატესტოთ, შემიძლია გავუწიო რეკომენდაცია. სახეზე, ვისაც გინდათ რომ რეტინალი გატესტოთ, შემიძლია გავუწიო რეკომენდაცია, რატომაც არა 30 მლ-იანი შეფუთვა, რა პრობლემაა? 15 მლ-იანი თვალის კრემის ამბავი ნამდვილად არ გვაქვს, ამიტომ სახისთვისაც საკმაოდ კარგ ხანს გეყოფათ. მოგეთ, კარგი ფორმულაცია, შესაძლო გამაღიზიანებლების გარეშე, ჩემგან ნამდვილად მწვანე. მომეწონა ძალიან სასიამოვნოდ გამოსაყენებელი პროდუქტია. რეტინალს როცა ეხება საქმე, რა თქმა უნდა, ყოველთვის ზიებაში ვარ, ყოველთვის ვუყურებ ხოლმე კიდე რა შეიძლება გავტესტო, კიდე რა შეიძლება ვნახო. ამ წუთას ამ პროდუქტით მაყოფილი ვარ. 2025 წლისთვის Case Secret-ის რეტინალებმა კარგად შეასრულეს მოგეთ თავისი ფუნქცია დანიშნულება, ამიტომ ამ ბრენდის რეტინალის ძალიან კმაყოფილი ვარ წელს. შემდეგი თვალის პროდუქტი არის Harvard Wonders, ესეც კორეული ბრენდია, მათი შავი ბრინჯის და ბაკუჩიოლის თვალის კრემი, ანუ ბაკუჩიოლი გვაქვს, შავი ბრინჯის ექსტრაქტი გვაქვს, აზიური სენტელა, კოლაგენი, ძალიან სასიამოვნო ტექსტურის თვალის კრემია. მე დიდად არ მიყვარს ხოლმე სპეციალურად თვალის კრემების შეძენა. სახის ისეთი კრემების შეძენა მიყვარს, რომლებსაც შემდეგ თვალსაც გამოვიყენებ, რომ ცალკე ხა 20 მლ-იან შეფუთვაში თანხის გადახდა არ მიწევდეს, მაშინ როცა სახეზე როცა ისმევ ხოლმე კრემს. ასე თუ ისე თვალების გარშემოც ისმევ და რაღაც ეს ხაზი არ არის, საზღვარი წითელი დროშით. მაკიაჟის ქვეშ უნდა ჩდებოდეს კარგად, კონსილერის ქვეშ უნდა ჩდებოდეს კარგად, იმიტომ რომ თუ ვიყენებ ესეთ დამატენიანებელ ჰიდრატორ სპეციალურ თვალის კრემს უფრო დილის რუტინაში, რომ კონსილერის ქვეშ კარგად დაჭდეს, იქ საკმაოდ კარგი ტესტი არის ესეთი თვალის კრემებისთვის და ეს პროდუქტი იყო ნამდვილად ისეთი, რომელიც ჩემს კანს ძალიან მოეწონა. ძალიან სასიამოვნოდ არბილებს, ატენიანებს, აფუმფულებს კანს თვალების გარშემო. ავიცი, მე მგონი ყველას მშრალი კანი გვაქვს თვალების გარშემო, ამიტომ მაგ მხრივ ყველასთვის შემიძლია გავუწიო რეკომენდაცია. მიხა ბაკუჩიოლი და კოლაგენი და აზიური სენტელა ისედაც მშრალი კანის ინგრედიენტებია და თან უფრო ანტიასაკობრივიც შეგვიძლია ვთქვათ, თუმცა არაფერი არ არის შეგნით ისეთი, რაც ვთქვათ 20-იან წლებში არ შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ თვალების გარშემო კანზე, თუ გინდათ უკვე ვთქვათ თვალის კრემის დაწყება, მაგრამ შევფიქრობთ ხა რეტინალის თვალის კრემისთვის ცოტა ადრეა ხა. არ არის აუცილებელი, მაგრამ პირდაპირ მაგით დავიწყო. იქამდე რა შეიძლება, როგორც პირველი საფეხური თვალის კრემების სამყაროში რა შეიძლება ბიჭო და გავიცნო კარგად მან რა ხდება. არაჩვეულებრივი პროდუქტია, რომ დაიწყოთ და ჩართოთ, ასე ვთქვათ, თვალის კრემი თქვენს თავისმოყრის რუტინაში, თუ ეს ისაა, რაც გაინტერესებთ. ვიმეორებ, აუცილებელი საფეხური არ არის ცალკე თვალისთვის დამატენიანებლის შეძენა. თუ კარგი კრემი გაქვს სახისთვის, კარგი დამატენიანებელი ინგრედიენტებით, შესაძლო გამაღიზიანებლების გარეშე მოსწონს თქვენს კანს სიამოვნებით იყენებთ დილას საღამოს რუტინაში, არც არანაირი პრობლემა არ არის, რომ თვალის გარშემოც დაიტანოთ. მაგრამ ვისაც ცოტა ისეთი ექსტრა საფეხურისა ნაბიჯის ჩამატების სურვილი გაქვთ თქვენს რუტინაში, ნამდვილად შემიძლია გავუწიო რეკომენდაცია. ეს ჩემი პირველი შეფუთვა არ არის, მეორე თუ მესამე. რო არ მოვიტყვილო ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რაღაც ეგრე. მართლა რომ გითხრათ, ხა ის მომენტი არ მაქვს, რომ ვაიმე თვალის კრემი დამთავრდა და შეკვეთა უნდა გავაკეთო სპეციალურად მაგისთვის, მაგრამ თუ ისედაც ვაკეთებ შეკვეთას, შეიძლება რომ ჩავყო კალთაში. რეტინოლის და ბაკუჩიოლის შესახებ ვისაუბრეთ, გავაგრძელოთ. ამ პროდუქტის რევიუს ბევრი ელოდებოდით. ამის შესახებ უკვე გესაუბრეთ Instagram-ზე. 15 მლ-იანი ხამს დამოცხაზე დრო დამაგვიანდა თქო ვერ გეტყვით. ეს Selimax-ის კორეული ბრენდის რეტინალ შოტი. ეს არის 0.1%-იანი რეტინალი, რომელსაც სპიკულები აქვს შიგნით. მართლა რომ გითხრათ, ვიტის რეტინალის სპიკულები, ვიტის თავიდან. შემდეგი დუბლი. ვიტის რიდულ შოტების სპეკულების შემდეგ ეს საერთოდ ვერ გრძენი სახეზე. ქონდა ცოტა ის მომენტი, რომ
რეთინალი თან 0.1% და სპეკულები ერთად კომბინაციაში. ეხლა ჩემი მაინდა მაინც მგრძნობი არ არის, რეთინალი ჩემთვის მაინდა მაინც ახალი პროდუქტი არ არის. მაინც მქონდა ის მომენტი, რომ აბა მოდი ფრთხილად დავიწყოთ. მე მართალი გითხრათ, საერთოდ ვერ ვიგრძენი ეს სპეკულების სახეს. ოდნავ სიცოცხლეც კი არ მქონია კანზე, იმიტომ რომ ეს ოდნავ სიცოცხლე ახასიათებს ამ სპეკულებს და მე კანი ცხრება. შემიძლია გავუწევ რეკომენდაცია, საოცარი გლოუ აქვს. საოცარი აქვს. ძალიან სასიამოვნო ეფექტით გიტოვებს განს. მალევე შეგიძლიათ დამატენიანებელი მაშინ გადაიტაროს ზემოდან და მარტივად გამოსაყენებელი რეთინალის პროდუქტია. ყვითელი ტექსტურა აქვს, რაც ვიცით რომ რეთინალისთვის ეგრეც უნდა იყოს. ინგრედიენტიდან გამომდინარე, ყვითელი ტექსტურა ნიშნავს, რომ ესე იგი რეალურად რეთინალი გვაქვს შიგნით. ნუ ერთ-ერთი მანიშნებელია ის, რომ რეალურად რეთინალი გვაქვს შიგნით. მალე დამთავრდა. უნდა გითხრათ, ეხა ესეც 15 მილilitrია და ორდინალის რეთინალის 15 მილilitri. ეს უფრო თევადია, ოდნავ, ნუ გვანან ტექსტურით ერთმანეთს, მაგრამ ორდინალის რეთინალი უფრო მეტად გითხრათ, იშლება კანზე, ანუ ემოლიანტი ტექსტურა უფრო ნაკლები აქვს. უფრო მცირე რაოდენობაც საკმარისია, რომ მთელს სახეზე თავისუფლად გადაინაწილო. ალბათ ამიტომაც იყო, რომ ორდინალის რეთინალი ასევე 15 მილilitrიანი ბევრად უფრო დიდხანს მეყო, ვიდრე ეს. ეს ბევრად უფრო სწრაფად დავცა. ან Matrix L 3000-იც გვაქვს, რაც, ნუ, ისე რაც არაჩვეულებრივია ასაკოვანი კანისთვის. ორდინალის რეთინალს როცა ეხება საქმე, იქ მეტი არაფერი არ აქვს. იქ 0.2% რეთინალი, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ეს ორჯერ უფრო ძლიერი, იქ 0.2% გვაქვს, აქ 0.1%. მაგრამ ფორმულაციები რო შევადაროთ ერთმანეთს, იქ მხოლოდ რეთინალში იხდიფოს. იქ მეტი მართლა არაფერი არ მეში. აქ ცოტა უფრო მეცი იღებ, მაგრამ უფრო სწრაფად დამთავრდა. ისე სწრაფად დამთავრდა, რომ რაღაც მომენტში დავფიქრდი, რომ მზად ვარ ეხლა ამ პროდუქტზე რევიუს გასაკეთებლად, იმიტომ რომ რაღაცა ცოტა შევყვყმდი მართალი რომ გითხრათ, მაგრამ შევიძენ კიდე ერთ შეფუთვას თქო, ფიქრობ. მოკლედ, ვისაც გინდათ უფრო ძლიერ რეთინალზე გადასვლა, რეთინოლიდან, ან თუნდაც ვიცი რომ ბევრი beauty obsession-ის თვალის რეთინალს სახეზე იყენებთ. შემდეგ საფეხური შეიძლება იყოს, აი, ორდინერის რეთინალამდე საფეხური შეიძლება იყოს. ან ვისაც უბრალოდ ბევრი საუბრობს ახლა ამ პროდუქტის შესახებ ინტერნეტში და ფიქრობთ, ყველათ ფულის გადაყრა ხო არ გამომივა, რეკლამის მსხვერპლი ხო არ გავხდები, ვიყიდო, არ ვიყიდო. იყიდეთ. არაფერს არ დაკარგავთ. პირიქით, დარწმუნებული ვარ, თქვენი კანი ძალიან უკმაყოფილი იქნება. ნუ თუ ძალიან მგრძნობი არ ახართ და ახლა სპეკულები ისე არ გაგიღიზიანებთ კანს, რომ ვერ გამოიყენოთ პროდუქტი. ეგ ხა სხვა თემაა, თუ პროდუქტი ვერ დაცალე შეფუთვა და ვერ გამოიყენე, რა შედეგზე უნდა ისაუბრო, რა თქმა უნდა, მაგრამ სხვა მხრივ მე ვფიქრობ, რომ მოგეწონებათ და ისიამოვნებთ ამ პროდუქტის გამოყენებით. ის მომენტი არა მაქვს და მქონი ამ პროდუქტზე, რომ დაიმე, ხო იცით, ცოტა ბევრს რო ლაპარაკობენ. ცოტა კი არა, ძალიან ბევრს რო ლაპარაკობენ, თან ამ პროდუქტს ცოტა უაზრო რეკლამები აქვს. ინტერნეტში წერტილოვანი ფორმით რო ისმევენ სახეზე, თელ სახეს გადაფაროს 15 მილilitrიანი შეფუთვის რეთინალი. ეგეთი პროდუქტების შეძენაზე ყოველთვის ვყოყმანობ. აი, ხალისი მეკარგება მაგ პროდუქტებში ფულის გადახდის და გატესტვის და მერე რევიუს დადების, იმიტომ რომ აი გადაფარულია ინტერნეტი აი უაზრო მარკეტინგის რეკლამებით და მარკეტინგის ვიდეოებით და უაზრო რეკლამებით. ამიტომ მეც ვყოყმანობდი მართალი გითხრათ, საერთოდ შემეცინა თუ არა, მაგრამ ნუ რა ვქნათ, ბრენდის უაზრო მარკეტინგი და რეკლამა ეს პროდუქტი არაფერს არ შეერა. ეს კი ამაში შეიძლება ფულის გადახდა. შემდეგი მაქვს ორი ნიაცინამიდის შრატი თქვენთვის. ეხლა უყურებ ახაც ნიაცინამიდის შრატი მაქვს გახსნილი. ხო კარგად ვარ, როდის მე იყო რომ ნიაცინამიდი მქონოდა რუტინაში. წინასწარ დაგეგმილი მოქმედება არ არის. პირველი რომელიც უფრო ადრიანად დავცალე არის ისანას 100%-იანი ნიაცინამიდის და გლიცერინის შრატი. ეს არის 30 მილilitrიანი შეფუთვა, პარფიუმის გარეშე ვერსია. საკმაოდ სასიამოვნო შრატი იყო. ვისიამოვნე. იცით რომ ამ ბრენდის კიდე ერთი ნიაცინამიდის შრატი გამოცალე 5%-იანი ოღონდ ის, იმასთან შედარებით ტექსტურაც ბევრად უფრო მომეწონა, გამოყენება ბევრად უფრო სასიამოვნო იყო. წებოვანი ეფექტი არ აქვს, სწრაფად შეიწოვება, სასიამოვნო გლოუს გაძლევს. დილას აამოს რუტინაში თავისუფლად შეგიძლია გამოიყენო. ის მომენტი არ მქონია, რომ ვაიმე ასეთ კანზე ვერ გამოიყენებ, ვაიმე ესეთ კანზე ვერ გამოიყენებ. ტექსტურიდან გამომდინარე, ესეც სასიამოვნო თხელი შრატის ტექსტურა აქვს, ამიტომ თუნდაც ცხიმიან კანზე შემიძლია გავუწევ რეკომენდაცია. მატ ეფექტი არ აქვს, რაღაც ეს მატირების ეფექტი თარჩდება კანზე. ხა მაგას ვერ გეტყვით, ცხიმიანი კანისთვის რაღაცა მსგავს თუ ეძებთ, მაგრამ სასიამოვნო თხელი მსუბუქი შრატის ტექსტურა აქვს. ვისიამოვნე ძალიან ამ შრატის გამოყენებით სხვათა შორის, იმიტომ რომ 10% ნიაცინამიდი აქ ყოველთვის ის მომენტი მაქვს, რომ აი ხო არ გაიწებება. წებოვანება ხო არ იქნება, მაგრამ 10%-იანი ნიაცინამიდი ცოტა უფრო ისეთი თემა არის რა. კარგად უნდა დაამუშავოთ შემდეგ პროდუქტის ტექსტურა, რომ ძალიან წებოვანი ეფექტი არ ქონდეს. არაფერი მსგავსი. ბევრად უფრო ეფექტური იყო 5%-იანი ნიაცინამიდის შრაც რო შევადაროთ, ანუ არც არის გაზაკვირი ხა ორჯერ უფრო ძლიერი პროდუქტის შესახებ საუბრობთ, მაგრამ ეგეც უნდა თქვათ, იმიტომ რომ ხანახან კი აწერია ეს პროცენტები ზედ. თვალში რომ მოხვდეს, მაგრამ
მაგ პროცენტების შესაფერის ეფექტს მაინც ვერ იძლევიან ხოლმე პროდუქტები. მოდით ეგეთ ვთქვათ. ამიტომ ასეთი ბიუჯეტური ბრენდისთვის, ასეთი ბიუჯეტური პროდუქტისთვის 10%-იანი ნიაცინამიდისთვის ძალიან სასიამოვნო გამოსაყენებელი შრატი იყო. ჩემ კანზე ხარ რო გითხრათ რომ რაღაცა ისეთი პრობლემა მქონდა. რომ აი იქამდე გადაღებული სანამ ამ შრატის გამოყენებას დავიწყებდე, ფოტო გაჩვენოთ და ნახეთ რა შედეგი მომცა. ეხლა ეგეთი არაფერი არ მქონია სახეზე. მაგსაც ეხლა ვერაფერს ვერ გაჩვენებ. რასთანაც შემიძლია შევადარო კიდევ ერთხელ არის Nainless-ის 10%-იანი ნიაცინამიდის შრატი. ესეც რო კორეული ბრენდია. აქაც 10% ნიაცინამიდი გვაქვს 30 მილilitrიანი შეფუთვა გახსნიდან 12 თვე აქვს ვადა. ამ პროდუქტის შესახებ კი არა და მათი აზელენის პროდუქტის შრატის შესახებ გესაუბრეთ, სხვათა შორის საინტერესო ვიდეო გამოვიდა Instagram-ისთვის. მარკეტინგის მსხვერპლი როგორ არ უნდა გავხდეთ, იმიტომ რომ PPM-ებს აწერენ ხოლმე, პროცენტების მაგივრად შეფუთვებს. ამასაც ესე აწერია, მაგალითად, ტრენაქსემიკის მსჯავრსაც შეიცავს დაწერია 20,000 PPM-ი და შეიძლება იფიქრო, რომ 20% ტრენაქსემიკი შეგნთან რაღაც, ანუ პირდაპირ გადაიყვანო პროცენტებში, რაც არასწორია. 20,000 PPM-ი ნიშნავს 2% ტრენაქსემიკის მსჯავრს, რაც საკმაოდ ცოტა. ასკორბიულ გლუკოსაიდი აქვს შიგნით, C ვიტამინის შაქროვანი ფორმა, რომელიც სტაბილური C ვიტამინია სხვათა შორის და კანის ტონზე და ფერზე კარგად მოქმედებს, მაგრამ 5,000 PPM-ია, რაც 0.5%-ს ნიშნავს, რაც ხვდებით თქვენ თვითონაც ახლა C ვიტამინისთვის 0.5%, რაც არ უნდა სტაბილური ფორმის შესახებ საუბრობდეთ, არაფერი არ არის. თერაპიული ზღვარი არ არის, ეგ არაფერს არ მოგცემთ. ამიტომ ესეთი დაბალი პროცენტები პროცენტის ნაცვლად PPM-ები თუ წერიათ კორეულ ბრენდებს, ეგ ხშირად ახასიათებს. ახასიათებთ. ამიტომ მიაქციეთ მაგას ყურადღება, რომ არ მოწყვეტდეთ PPM-ი part per million. ცოტა სხვა, ანუ შეგიძლიათ დაგუგლოთ და გიჩვენებთ მარტივად როგორ გადაიყვანოთ ეს PPM-ები პროცენტებში და ერთხელ თუ დაიმახსოვრეთ, მერე თქვენ თვითონაც მარტივად გადაიყვანთ, ყოველ ჯერზე დაგუგლა არ დაგჭირდებათ. ნიაცინამიდის ამაგეროთ პირდაპირ პროცენტით თუ წერიათ, იმიტომ რომ აქ 10%-ის შესახებ საუბრობთ. სამწუხარო მარკეტინგული ხრიკია და არ უნდა მოუხლოდეთ მაგის გამო. აქ რაც შეეხება 10%-იან ნიაცინამიდს, მე აქ 10% ნიაცინამიდი ვერ მიცე. როგორ გითხრათ, რაღაცა წყალივით გამოვიყენე ეს შრატი. ტექსტურა ძალიან სასიამოვნო აქვს. აი ამაზე უკეთესიც კი თქო, ვიტყოდი. ძალიან სასიამოვნო glow-ს გაძლევს განს, სასიამოვნო ატენიანებს განს, სასიამოვნო არბილებს განს, აი სრიალებს მერე ძალიან გემრიელად დამატენიანებელი ზემოდან. ტექსტურა 10-დან 10. აი კორეული სტანდარტების ტექსტურა ნამდვილად. ვერც იფიქრებ, რომ 10% ნიაცინამიდის შესახებ საუბრობდა ამ ტექსტურის შესახებ. მაგრამ ეფექტურობას რაც შეეხება, იმედგაცრუებული ვარ. იგივე გითხარით, იგივე ბრენდის 10%-იანი აზელენის მსჯავრს შესახებ წინა ფავორიტების ვიდეოში. რა გითხრათ? კიდე ერთი პროდუქტი ამ ბრენდის აზელენის იგივე ხაზიდან, რაც წინა ვიდეოში აზელენის შრატი იყო, ესა მათი აზელენის მსჯავრს კრემი. A-Control ხაზიდან არის, აგნეს კონტროლის ხაზიდან. აქ გვაქვს აზელენის მსჯავრა 10,000 PPM-ი უწერიათ. რას ფიქრობ? პირველი ამას ვხედავ 10% აზელენი. 1% 10,000 PPM-ი არის 1%. 1% აზელენი შეფთ. ანუ შრატში 10% აზელენი მაინც აქვს. იგივე ხაზიდან არის. ფერი შეფუთვისაც კი იგივე. ეს უბრალოდ კრემია და პროცენტის მაგალითად PPM-ი დააწერეს. ზუსტად ეგ ორი პროდუქტი შევადარი ერთმანეთს Instagram-ის ვიდეოში. ეს 50 მილilitrიანი შეფუთვით არის. ეს არის სასიამოვნო გელ ტექსტურის კრემი. ოდნავ სიცივის ეფექტი დაკრავს. ძალიან სასიამოვნო გამოსაყენებელი იყო დილის რუტინაში. მზისგან დამცავის ქვეშ განსაკუთრებით, უფრო თბილ დღეებში, როცა ვთქვათ, მზისგან დამცავის ქვეშ რაღაცა სქელი დამატენიანების გამოყენება არ მინდოდა. მაგ დროს იყო ძალიან სასიამოვნო გამოსაყენებელი კრემი. ჩვეულებრივი კრემია, უბრალოდ აზელენსაც შეიცავს, იმიტომ კი აწერია აზელენის მსჯავის კრემი დიდი ასოებით, მაგრამ 1% აზელენი რო არის, შეგიძლიათ რომ გლიცერინს უფრო ყიდულობ, გლიცერინის ბაზაა. გლიცერინს უფრო ყიდულობ, გლიცერინის დამატენიანებელ, გელ დამატენიანებელს, ვიდრე აზელენის კრემს. ძალიან ცუდი მარკეტინგი აქვთ. ძალიან ცუდი მარკეტინგი აქვთ. ტექსტურა იყო სასიამოვნო, დილის რუტინაში ვიყენებდი დიდი სიამოვნებით, მზისგან დამცავის ქვეშ ძალიან კარგად ჩნდებოდა. ეფექტზე ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ არც მქონია ეფექტის მხრივ მოლოდინები, იმიტომ რომ რა მოლოდინები უნდა მქონდეს ახლა. ვიცი რომ არაფერს შედეგს არ მომცემდა, ამიტომ როგორც სასიამოვნო გელ კრემს ისე ვიყენებდი და ისე დავცალე. კი ბატონო, მაგრამ ეფექტურობაზე არ იყიდო. ამ ბრენდის აზელენის შრატები არ მომეწონა, ნიაცინამიდი არ მომეწონა. კიდე ერთი ნიაცინამიდი მაქვს ამ ბრენდის შრატი გახსნილი. წელს არ მოუწევს ეგ ამბავი. შემდეგი ფავორიტების ვიდეო გვექნება ალბათ უკვე იანვრის ბოლოს. სავარაუდოდ იანვრის ბოლოს ან უკვე შემდეგი წლის ფავორიტების ვიდეოებს რომ მივყვებით და დავიწყებთ ჩვეულებრივ და
სავარაუდოდ მაშინ გესაუბრებით მაგ პროდუქტის შესახებ უკვე. ისიც 10%-იანია ცინამია, ის უბრალოდ სხვა ხაზიდან არის. იმაში თავის შანსს მივცემ, არ მინდა რომ ის რომ ბრენდზე ცოტა ცუდი შთაბეჭდილება შემექმნა, ხა მაგანი მოქმედოს, რომ მივაყოლო ეხა ეგ შრატით წელს და ვთქვა, რომ დიდი არაფერი თქო. იმას თავის დროს დაუთმობთ, ნახოთ. ფასდაკლებები ახლოვდება ეხა. ამ წუთას რაც გავტესტე, თუნდაც ფასდაკლებაზეც ამ ბრენდის ჯერჯერობით არაფერს არ გირჩევთ. დამატენიანებელი მაქვს 2. ორივე ძალიან მომეწონა. სპოილერი. ორივე ძალიან მომეწონა. ტორიდენის გელ კრემის შესახებ ცოტა გესაუბრეთ, მე მგონი წინა ფავრიტებს ვიდეოში ვახსენე, რომ ეს თითქმის დამთავრებული იყო, უბრალოდ არ მინდოდა, რომ წინა დამატენიანებლის რევიუსთვის მიმეწებებინა. ეხაც ისე გამოვიდა, რომ აქაც ამ ვიდეოში სწორედ დამატენიანებელი მაქვს, მაგრამ ეს ორივე კრემი მინდა რომ 2025-ის რევიუებში იყოს, იმიტომ რომ ამოჩენა იყო ორივე კრემი 2025 წლის. ის მეორე განსაკუთრებით, მაგრამ თავის კატეგორიაში ესეც არ იყო, როცა გელ კრემებს ეხება საქმე. ძალიან სასიამოვნო ტექსტურის კრემი. სუბუქი, სიცივის ეფექტით. ამისი ტექსტურა იყო, აი თითქოს და ცოტა ჟელეს ტექსტურაში რო გადადის. ძალიან ფუმფულა, ძალიან ჰაეროვანი. ძალიან სასიამოვნო ჩდება კანზე. მზისგან დამცავეს ქვეშ იყო ძალიან სასიამოვნო. ცხელ დღეებში იყო ძალიან სასიამოვნო. სექტემბერში ახლა ვერ გეტყვით, რომ უკვე ხამის დამატენიანებელი იყო ჩემთვის თქო, მაგისთვის ძალიან გელის ტექსტურა ქონდა და ძალიან მსუბუქი იყო, მაგრამ დილის რუტინაში მზისგან დამცავეს ქვეშ იყო ძალიან სასიამოვნო გამოსაღები. ვისაც კომბოცხიმიანი კანი გაქვთ. ვინც უფრო სუბუქ დამატენიანებელს ეძებთ, მაგრამ ისეც, რომელიც თან დატენიანებას და ჰიდრაციას მოგცემთ. ხოლო ტექსტურა ხო არ არის ყველაფერი, დატენიანება ცხიმიან კანსაც სჭირდება. შეარჩიო მსუბუქი დამატენიანებელი და საკმარისი ჰიდრაცია არ მოგცეს და კანის ბარიერი გამოგიშროს. ეგრე არა. მე პირველად გავტესტე, ეს არის აზიური. ვიცი თუ. მგონი არ ვთქვი. აზიური სენტელას ექსტრაქტზე დამზადებული დამატენიანებელი გელია. აზიური სენტელას რომ ეძღვნებოდეს, ეგეთი კრემი ცალკე ესე მქონია? ურიტოს კრემი აზიური სენტელას ხაზიდან, მაგრამ ის მინი შეფუთვა დავცა. ითვლება მაინც, მაგრამ აი ესეთი სრული ზომის, ეს არის 60 მილilitrიანი, ხო ასეა? ხო არ გატყვილებთ? 80 გატყვილებთ, აი როგორ რაც გელ კრემისთვის ძალიან კაია, იმიტომ რომ ცოტა უფრო მეც ხარჯავს. მათ მკრივად სტორიდან პლუსი უნდა დავუწერო, რომ გელ კრემი 30 მილilitrიანი არ გააკეთეს. გახსნიდან აქვს 12 თვევა და აზიური სენტელას ეს სპეციალური კრემი, ესე ამდენი ხნით არ მქონია თავის მომსწრებაში. აზიური სენტელა ძილთრად მაქვს ხოლმე როგორც შატი. კრემის ფორმითაც ძალიან მომეწონა, ძალიან ვისიამოვნე. ცხელი სეზონისთვის შემიძლია გავითვალისწინო, მე თვითონაც შევიძინო და თქვენთვისაც გავუწიო რეკომენდაცია და ნუ კომბოცხიმიანი კანისთვის ხო თავისთავად. შემდეგი დამატენიანებელი არის ეს Nature's დამატენიანებელი, ესეც კორეული ბრენდია. ეს არის 60 მილilitrიანი შეფუთვა, რომელსაც გახსნიდან 12 თვე აქვს ვადა. ეს არის Aqua Squalene's ზეთის ბაზაზე დამზადებული დამატენიანებელი. ეს არის პიროვნება. ეს არის 2025 წლის აღმოჩენა ჩემთვის. არ ვიცი აქამდე რატო არ ვიცოდი ეს კრემი და აქამდე რატო არ გამომიყენებია და აქამდე რატო არ მაქვს 3-4 შეფუთვა დაცლილი. საოცარი გლოუს, აი glass skin, ანუ აი სარკის ეფექტს რაც იძლევა კანზე და კორეული აზრიდან რო ვიცნობ. აი ზუსტად ეგეთი ეფექტის კრემია. დენაც სასიამოვნო ფუმფულა გემრიელი ტექსტურა აქვს. სუბუქი. ისეთ კარგ ჰიდრაციას იძლევა. ამაზე იფიქრებთ, რომ ეს არის La Roche's ბალმი. B5 ბალმი. აი ეგეთ ჰიდრაციას იძლევა. აი ეგეთ ოკლუზიურობას იძლევა ისეთი სუბუქი ტექსტურით. ადამიანებისთვის, ვისაც უნდა ეს rich ოკლუზიური ბალზამის ეფექტის სახეზე, სუბუქი ტექსტურით. არ იწებება და სწრაფად შრება. ამ ბრენდს კიდე სხვა დამატენიანებლებიც აქვს. ისინიც მაინტერესებს ახლა უცნაურად. მოკლედ, სახლში სქვალეინმა არ შეგაშინოთ. ზეთოვანი ტექსტურა არ აქვს. პირიქით ძალიან სუბუქი სასიამოვნო ტექსტურის კრემია, არაჩვეულებრივი ჰიდრაცია. ისე ძალიან მოეწონა ჩემს. შრალი კანისთვის ალბათ განსაკუთრებით გავუწევდი რეკომენდაციას. კომბო და ცხიმიანი კანისთვისაც გავუწევ ახლა ზამთარში რეკომენდაციას. ეხლა ფასდაკლებებზე, სეილებზე და Black Friday-ზე და რო ატყდება ეხლა ერთი ამბავი. რაღაცას თუ ეძებთ დამატენიანებელს, რაღაცა ახალს, რაღაცა უცხოს, ეხლა ცივ სეზონზე გამოიყენოთ. ეს მესვა სახეზე და ჩემი საოჯახო ჩატი, მესენჯერის ჩატი იყო გახსნილი. აი, მთელი ოჯახი რა ერთად არის ხოლმე ჩატში რა, ბებოდან დაწყებული, ბიძაშვილებით და დედაშვილებით და მთელი ამბები და იცოლა ჩემი იყურებს სახეზე ზეთი გესვია. მეთქი მესენჯერის ვიდეოს ხარისხში. სახეზე რა გისვია, რატო გიბზინავს სახე ეს ზეთი გისვია. ხო ეთყობა ადამიანს, როცა რაღაცა მართლა გულით და ძალიან მოსწონს. აი მაგის გამო უფრო განსაკუთრებით მეცოდებიან ეს ინფლუენსერები ძალიან რო ცდილობენ, რომ დაგაჯერონ, რომ რაღაცა პროდუქტი მოსწონთ და ამ დროს. მხოლოდ ფულის გამო რო საუბრობენ იმ პროდუქტის შესახებ.
ოკეი, მზისგან დამცავი. Haru Wonder-ის შავი ბრინჯის დამატენიანებელი დღიური მზისგან დამცავი SPF 50+ PA4+-ით. ეს არის პარფიუმის გარშე ვერსია, როგორც იცით ამისი პარფიუმით ვერსია კი არა და მინერალური ვერსია აქვს. ხო, გონი. არ არ გამჭერი არ მახსოვს. მე მგონი ან მუქი შეფუთვა მინერალური არის ის და არა ის რომ ის პარფიუმით არის. მე მგონი ისიც პარფიუმის გარეშეა, უბრალოდ ისაა მინერალური. ეს არის ფამის თავსახურით. მოცულობა არის 50 მილილიტრი. ამაში ცოტა არის დარჩენილი ბოლომდე გამოცვლილი არ არის, მაგრამ მივიყვანე ხა მალევე. ამასაც ბოლოში, ამიტომ წელს სხვა ახალი მზისგან დამცავის შესახებ აღარ გესაუბრებით და ფავორიტების ვიდეოებში, წლის ფავორიტების ვიდეოებში დეკემბერში სხვა მეტი ახალი არაფერი არ მოხდება. მზისგან დამცავს როცა ეხება საქმე, იმიტომ რომ ეს არ მინდა რაღაცა ბოლო კვირებში გატესტილი პროდუქტების შესახებ რომ მე გესაუბროთ დეკემბრის ვიდეოებში. ეს ეხა ბევრის ლაპარაკიც არ მინდა ამ პროდუქტზე, იმიტომ რომ ეს მეორე თუ მესამე შეფუთვა არის, რომელსაც ცლი. ეს ჩვენს გვქონდა ჩვენს ონლაინ შოპში, სულ ცოტა ხნის წინ ესეც ამოყიდეთ ბევრის ფავორიტი მზისგან დამცავი, ამიტომ რომ ძალიან სასიამოვნო დამატენიანებელი კრემის ტექსტურა აქვს, მაგრამ იცი რომ SPF 50-ის მევსახეს. რეალურად ისეთი კრემოვანი მზისგან დამცავია, რომ განსაკუთრებულად ისეთ ცხიმიან კანზე ვერ გავუწევ რეკომენდაციას. იმიტომ რომ ისეთ საკმაოდ ბზინვარე glow effect-ს ტოვებს კანზე, რომელიც სათახოდ 10 წუთის შემდეგ ჯდება კანზე და შრება. პირველ დროის მე ხა ქიმიურ ფილტრებს ეკახასიათებთ, იმიტომ რომ ქიმიურ ფილტრებს უმეტესად ზეთოვანი ბაზისი აქვს, რომ გაიხსნას ფორმულაციაში ქიმიური ფილტრი, მაგისთვის ზეთის ბაზისია საჭირო, ამიტომ ეს აი პირველ გადასმაზე glow თითქმის ყველა ახალი თაობის ქიმიური ფილტრები მზისგან დამცავს ახასიათებს. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ როგორ ჯდება მე კანზე, რო შრება კარგად პროდუქტი, ეგ უფრო მნიშვნელოვანია. ანუ ისეთ ძლიერ glow effects არ ინარჩუნებს დღის განმავლობაში, როცა როგორც თავიდან სახეზე წასმისას, მაგრამ მაინც უფრო კრემოვანი glow effect-ისკენ მიდის, ანუ matte effect-ის არ არის. velvet finish-ი აწერია ზეთ და კარგი დახასიათება, სწორი დახასიათება, არც ზედმეტი glow არ აქვს, მაგრამ არც matte effect. ეს velvet ზუსტად მაგას ნიშნავს სადღაც შუაში. მე ვფიქრობ, რომ ეხლა ცივი სეზონისთვის არის ძალიან კარგი მზისგან დამცავი. იმიტომ რომ კანის ბარიერისთვისაც კარგი იქნება, ჰიდრაციისთვის, კანის დასაცავად არა მხოლოდ ის, რომ UV გამოსხივება, რომელიც თქმა უნდა ზამთარშიც ჩვენს გარშემოა და ზამთარშიც გვჭირდება მზისგან დამცავის გამოყენება, მაგრამ თან ის პლუსიც აქვს, რომ ძალიან სასიამოვნო კრემოვანი პროდუქტია და ზამთრის ცივი დღეებისთვის უფრო სასიამოვნო გამოსაყენებელი იქნება, ვიდრე რაღაცა ხა გელ კრემი და ფლუიდი და რაღაცა სიცივის ეფექტით და რაღაცა ესეთი კრემი, რაც ზამთრის ცივდილას რაღაცა ეგეთი წასმა, რა თქმა უნდა, არავის არის სიამოვნება სახეზე. მაგ მხრივ ზამთარში მე მგონი კარგი мотиваცია იქნება დილის რუტინაში. თუ სახლიდან არ გადიხართ მაინდა-მაინც და თუ მაინდა-მაინც ძალიან ესეთ ცივ გარემოში არ მოხვდებით რაღაცა სამსახური ოფისი მანქანა რაღაცა ესეთ სიტუაცია, შეიძლება დამატენიანებელიც კი ჩაგინაცოთ. გააჩნია როგორი კანის ტიპი გაქვთ. შეიძლება ცხიმიან კანზე დამატენიანებელიც ჩაგინაცოთ. მე ხა ზამთარში დილით დამატენიანებელს ვერ ჩამინაცვლებს მშრალ კანზე, მაგრამ ძალიან სასიამოვნო კრემოვანი ტექსტურა აქვს და მაგ მხრივ ზამთრისთვის მიყვარს ძალიან. ერთ-ერთი ისეთი მზისგან დამცავია, რომელზეც შემიძლია გითხრათ, რომ აი ხა ფასდაკლებებზე თუ რამეს არჩევთ უკვე, მიაქციეთ ყურადღება თუ იქნება ფასდაკლებაზე ცივი სეზონისთვის, ნამდვილად შემიძლია გავუწიო რეკომენდაცია, კარგი არჩევანი იქნება. გესიამოვნებათ ნამდვილად ხა ამ სეზონზე ამ კრემს, ამ მზისგან დამცავის გამოყენება. შეიძლება ახალი თაობის ქიმიური ფილტრებია, არანაირ თეთრ კვალს არ დატოვებს. კანზე მგრძნობიარე. კანზე თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ და თვალებს გარშემო თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. არ აგერიოთ მინერალურ მზისგან დამცავში, რომელიც ასევე აქვს ამ ბრენდს. და რადგან ფასდაკლებები ვახსენე, აქვე ვიტყვი, რომ ნელ-ნელა მიყევით თუ პირამის შეძენა გინდათ. ჩააყარეთ კალათაში პროდუქტები ან დააგუგლეთ ფავორიტებში შეინახეთ პროდუქტები, რომლებზეც ფიქრობთ, რომ შეიძლება მოგინდეთ შეძენა, თქვათ Black Friday-ზე ან საშუალო საახალწლო ფასდაკლებაზე. იყოს ცოტა ხანი კალათაში, გადახედეთ და გადაამოწმეთ ხოლმე. თუ დაინახოთ, რომ ერთი კვირის შემდეგ, 10 დღის შემდეგ ისევ გინდათ ეგ პროდუქტი, ისევ ფიქრობთ, რომ გამოგადგებათ, ისევ ფიქრობთ, რომ ის პროდუქტი არა რომელიც შეიძლება რომ ფასდაკლებაზე შეიძინოთ, კი ბატონო. იმიტომ რომ ხშირად როცა აი დღეს ფასდაკლება დაიწყო და ჩავუჯექი ახლა ამ საიტებს და ვათვალიერებ ამ პროდუქტებს, შეიძლება ბევრი ისეთი პროდუქტი შეიძინოთ, რომელიც რეალურად არ გჭირდებათ. ესეთი რაღაცები, ანუ რომ 24 საათში უნდა შეიძინო აქცია. ცოტა ადრიანად დაიწყეთ ხოლმე პროდუქტების შეთვალიერება, ან კალათაში ჩაყრა, ან ფავორიტებში ჩაყრა, ან ტელეფონში შეინახეთ ფოტოები, ან რაღაცა რაც თქვენთვის უფრო კომფორტულია და შეხედეთ რამოდენიმე დღის შემდეგ, ისევ ფიქრობთ თუ არა, რომ ეს ის პროდუქტია, რაც გინდათ რომ შეიძინოთ. იმიტომ რომ სამწუხაროდ ონლაინ განსაკუთრებით ხშირად ვყიდულობთ პროდუქტებს, რომლებიც საერთოდ არაფერში არ გჭირდება. მე ახლოდან რო ვკითხულობ ინგრედიენტების სიას, ეს საერთოდ რატო ვიყიდე? საერთოდ არ არის ჩემი განისთვის. ძალიან ხშირად ხდება ეგეთი რაღაცები, ამიტომ
ცოტა თავიდანვე უფრო ისე მიყევით რა მაგამ პავს პროდუქტებს როცა ეხება საქმე და ფასდაკლებებს რაღაცების შეძენას რომ ჭირდება. სხეულის პროდუქტებს რაც შეეხება, ეს არის ნივიას შხაპის გელი, წყლის ლილიას რა ქვია? C და E ვიტამინებით. ოკეი, ამას ცოტა ისეთ სასიამოვნო ტექსტურას რო აძლევს, ისეთი გრანულები ქონდა შიგნით, ანუ აი ყვავილის თესლი შიგნით რაც არის დაახლოებით ეგეთი, რომელიც სასიამოვნოდ იშლებოდა ძალიან მარტივად, ანუ თითქმის ვერ გრძნობდი. რეალურად, მაგრამ თვალი ხედავდა რა თქმა უნდა და ხელზე თუ დაიტანდი პროდუქტს, ხელზე გრძნობდი რა თქმა უნდა. ძალიან სასიამოვნოდ ესე ვთქვათ, იშლებოდა კანზე და სასიამოვნო ეფექტს იძლეოდა. ეს არის 250 მილiliტრიანი შეფუთვა, რომელსაც გახსნიდან 12 თვე აქვს და ძალიან სასიამოვნო სუნი. რაღაცა წყლის სუნი არ აქვს ასეთ, მაგრამ ანუ ეს ზუსტად წყლის ყვავილების სახელი რაც აქვს რეალურად იქ, მაგრამ სხვანაირად როგორ აქვს ნამიცი. რაღაცა სუბუქი ზაფხულის ყვავილების, წყლის ყვავილების და წყლის სუნი ქონდა ძალიან სასიამოვნო. ეხა აგვისტო-სექტემბრის პერიოდი ვიყენებდი ამ შხაპის გელს და ბოლო 5 ფავორიტების ვიდეო ალბათ ვიტყვი. მე მგონი ერთადერთი სხეულის პროდუქტია, რომელსაც ის აწერია ზედ, რაც იყო რეალურად პროდუქტი. არც რატომღაც ესე მიეწყო ამ ფავორიტების ვიდეოები, რომ სულ ვამბობ, რომ შხაპის ზეთი არა და ისე გელია. სხეულის ბალმი არა ისე ლოსიონია. ანუ ზედ რაც აწერია შეფუთვაში თითქმის არასდროს არ არის, რაც რეალურად აწერია შიგნით. ამ შემთხვევაში ეს მართლა გელის ტექსტურა იყო. ძალიან სასიამოვნო და ასუფთავებს კანს. სასიამოვნო სუნი ქონდა, საშუალო სიძლიერის სულფატებია შიგნით. სხეული და მზისგან დამცავი ჩამოსაბანადაც ძალიან სასიამოვნო გამოსაყენებელი იყო და სუნი რო კარგი ქონდა, ვთქვი, რაც აუცილებლად მოხდება წლის ფავორიტების სამეულში, სხეულის პროდუქტებში. აუცილებლად. სხეულის პროდუქტებში სამეული თუ მეყოფ არ ვიცი. უკვე დავეჭვდი საკუთარი იდეის ასისტორიაში, რომ სამეული გავაკეთო მხოლოდ თითო კატეგორიიდან, იმიტომ რომ უკვე ზუსტად ვიცი, რომ სხეულის პროდუქტებზე სამეული არ მეყოფ. ჩვენ ინფლუენსერები აი ასეთი სერიოზული პრობლემების და გამოწვევების წინაშე მდგავართ ცხოვრებაში. რომ წლის ფავორიტების სამეულში რა პროდუქტები შევეყვანოთ. ზოგიერთებს კიდე სახელს და გვარს არ დავასახელებ ჩვენი კოლმეურნეობის დავშ. რო ინფლუენსერობა არის იული. ერასინდისით. ხედავ როგორ განვიცდი, სამეული გამოვა თუ არა პროდუქტებიდან, რომელიც წელს დავცანე. მოკლედ, მოვჭით მაიმუნობას. ეს არის APLB-ს სხეულის ლოსიონი, კოლაგენის და პეპტიდების ლოსიონი. მოცულობა არის 300 მილილიტრი, გახსნიდან 12 თვე აქვს და ფამფის დავსახ. თუ კი რამე გინდათ ფასდაკლებისთვის ჩაინიშნე. ჯერ ეს ბრენდისაც ბიუჯეტი, ეს ისაც 8-9 евро ღირს, მაგრამ 300 მილილიტრიანი შეფუთვა, მაგრამ ფასდაკლებაზე თუ მოხვდებათ ხომ მithumetes ახლა წამოგინდეთ 5 ევროთ რო იყიდოთ 300 მილილიტრიანი ასეთი კარგი ლოსიონი. ეს ისეთი სასიამოვნო ტექსტურის რაღაცა არის. ისე სასიამოვნოდ ნაწილდება კანზე. ისეთ სასიამოვნო ჰიდრაციას იძლევა. ძალიან მომეწონა. იმდენი არჩევანი აქვს. იმდენი კარგი რაღაცა ვნახებით. ესეც ისეთი თემა არის, აი როგორც ამ დამატენიანებელთან მაქვს, რომ ეს აქამდე რატო არ ვიცი. ამ ბრენდის სახის პროდუქტები მაქვს საკმაოდ ბევრი გატესტილი, 3 შრატი, ალბათ 3 დამატენიანებელი სხვადასხვა ხაზები. სხეულის პროდუქტები რატო არ მომაფიქრდა არ ვიცი. ალბათ იმიტომ რომ დიდად არ მოკვეთავ ხოლმე კორეული საიტებიდან სხეულის პროდუქტებს, იმიტომ რომ ახლა აქ როგორც გითხარით ნივიას არაჩვეულებრივი პროდუქტები აქვს ბოლო პერიოდში, იცით რომ ნოიტროგენას სხეულის პროდუქტებზე გიждები და ნუ აქ გადაირბენ მაღაზიაში და შეიძენ ეგ ამბავია და ალბათ ამიტომ არ მოკვეთავ დიდად კორეული საიტებიდან სხეულის მოვლას ძალიან კარგი რა. შეიძინეთ მithumetes ფასდაკლებაზე. მე მადლობას გადამიხდით. 100% უწევ რეკომენდაციას. ნამდვილად მწვანე. სხვა ხაზებსაც დავტესტავ, ეხა არ მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი ხაზი და ნებისმიერი სხეულის ლოსიონი თქო, ისევე კარგი იქნება, როგორც ეს არის თქო. არ ვიცი, სხვები არ გამიტესტავს, იმედია რომ ეგრეა. ნიაცინამიდი აქვს სხეულისთვის. ეგ მაინტერესებს სავარაუდოდ შემდეგს მაგას გავტესტავ, მაგრამ ჩემგან 100%-იანი რეკომენდაცია დარწმუნებული ვარ. ეგ დარწმუნებული ვარ ძალიან მოგეწონებათ და აუცილებლად მოხდება წლის ფავორიტების სამეულში. თუ შევთანხმდით სამეულზე, როგორც ხედავთ, ეგ ამბავი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. და მოდით ეს ორი ბალმი მინდა ვახსენო, ტუჩის ბალმი ბოლოს. ეს არის პრინციპში ორივე ესენსია. ესენსის ტუჩის ჯელ ძილის ნიღაბი და ეს არის ესეც ჯელ არის გელ. ესეც გელ არის. მაგრამ თამათ ლიპსტიკ ტუჩსაც ხეწერია. ეს ორივე იყო
ტუჩის ბალმების reviews ვიდეოში, სადაც 23-25 ტუჩის ბალმი გავტესტეს. ესეა. გამომცალე. ორივე გამომცალე და ძალიან მომაყობს საკუთარ თავით, იმიტომ რომ ის ვიდეო რო ჩავწერე, მე ძალიან ის მომენტი მქონდა, რომ ვაიმე 23 ბალმი. ამათ როდის გამოვცლი და თან რაც არ მომეწონა ეს ბალმები ხო, ნუ სადაც ავტომატურად გადაიდო გვერდზე, მაგრამ იმის იქეთაც საკმაოდ რაოდენობის დარჩა პროდუქტები, რომლებიც ამათ როდის გავიყვან ბოლომდე და ეს მომენტი და შეპირება საკუთარ თავთან, რომ გამორიცხულია წლის ბოლომდე რაღაცა ტუჩის პროდუქტი არ იყიდო. არ მიყიდია სხვათა შორის, ნუ წლის ბოლომდე გვაქვს კიდევ დრო, ხა თუ მოვინდომებ, არ გამიჭირდება, მაგრამ არ მიყიდია მართლა ბალმი-ზეთი არაფერი ტუჩის, თინთი ვიყიდე ტუჩის ერთი, ანუ მეტი არაფერი. ეს ორი უკვე გამოვცა. ხო და ძალიან მომაყობს ჩემი თავით, მაგრამ მერე ცოტა კარგად რომ დავაკვირდი ხა reviews-თვის მაინც. ამაში მგონი არაფერი არის. ეს მე მგონი პროდუქტი აქედან იწყებოდა ხა. ანუ კი აწერია რომ 1.7 გრამი. არ ვიცი რას ველოდებოდი. აი 1.7 გრამია. აი 2 გრამიც კი არ არის პროდუქტი. არ ვიცი რას ველოდებოდი. ეს ისე სწრაფად დამთავრდა. მე ცოტა მეორეჯერაც რომ დავფიქრდი. მივხვდი რომ ფლაც ამაყოც არაფერი არ ხდება. არაფერი არ იყო შიგნით. ეს კიდე შეიძლება. ეს 8 გრამიანი პროდუქტი. ანუ ეს 4-ჯერ უფრო მეტი პროდუქტი იყო შიგნით ვიდრე აქ. ცოტა მეტი 4.5-ჯერ მეტი. მოკლედ აპდეიტი მინდოდა გამეკეთებინა ახლა იმ ვიდეოს შემდეგ ბალმების გამოყენების ამბები როგორ მიდის. ეს ორი უკვე გამოვცალე და კატრისის ესეც სატრიალო ბალმი რო იყო ვიდეოში, ისიც თითქმის. ისაც ორთან ვიდეოს. ძილის წინ ვიყენებ ხოლმე იმას. ისიც თითქმის მთავრდება და მოკეთ მიხარია ძალიან რომ ეს პროდუქტები რაღაცა მხოლოდ ვიდეოსთვის უაზროდ ყველაფერი არ გადავიხადე იმ პროდუქტებში და რეალურად ვიყენებ. კარგით, მოგეთ ფავორიტებს რაც შეეხება შემდეგი ფავორიტების ტრადიციული, რეგულარული ფავორიტების ვიდეო სავარაუდოდ იანვრის ბოლოს გვექნება. წლის ბოლო ფავორიტებს რაც შეეხება, ეგ იქნება დეკემბრის თვეზე გადანაწილებული, ასე ვთქვათ, მივყვები და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ 2025-ში გამოცვლილი პროდუქტები. თუ სხვა ფავორიტების ვიდეოები გაინტერესებთ, პლეილისტ აკეთებთ ვიდეოს ბოლოს, ერთ-ერთი YouTube-ის ალგორითმით შეარჩევს თქვენს ნახვებზე დაყრდნობით და თუ დრო გაქვთ სიამოვნებით გააგრძელებ ყურება. არ დაგავსოთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, ამის ძალიან ეხმარებით ჩემს არხს და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დღესთვის კიდევ სულ ეს იყო, დიდ მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და გნახავთ ჩემს შემდეგ ვიდეოში. ჩაო!